განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული 400 პატრონიდან 150-ისთვის შეწყალების რეკომენდაციის გაცემა. Ამ კითხვით მიმართავს ელენე თევდორაძეს ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება. Როგორც განცხადება შეანათქვამი კომისიას 400-ზე მეტი მსჯავრდებული საქმე უნდა განეხილა, რომელთა თითქმის 100% განეკუთვნებოდა განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულში მხილებულებს და ამის შესახებ ორგანიზაციის ცნობით თავად კომისიის წევრებიც საუბრობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამორიცხავს წინასაარჩევნოდ მსგავსი შეწყალების აქტის გამოცემა არჩევნების მიმდინარეობაზე ზემოქმედების მცდელობას უკავშირდებოდეს. 420 საქმე განვიხილეთ, ხო? აქედან 161-ს მივეცით თანხმობა, გამოვა სულ 128 ადამიანი. მე არ მგონია, რომ ეს იყოს დიდი რიცხვი. და გითხრათ, რომ მძიმე დანაშაულზე, ძალიან მძიმე დანაშაულზე, იქ იყო თაღლითობა, იყო ქურდობა, იყო ეკონომიკური დანაშაული, მაგრამ იკვეთებოდა, რომ ბიზნესის პარტნიორის გულისთვინ ვიღაცა დააზარალეს. ასეთებს მივეცით, მაგრამ სადაც აყოთ ერთადერთი რაც იყო მძიმე, ეს იყო ნარკოტიკების შემოტანა, არა გასაღების მიზნით და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუ ავიღოთ არის 4-აბი, 6-აბი, იქ გაუნახევროთ, მაგრამ ვისაც მეტი უარი უთხარით. მე არ მგონია, რომ ეს ისინი მართლები არიან, ამიტომ რაც არ უნდა გაავრცელონ, რაც უნდა ილაპარაკონ. ახლა რაც ეხება წინასაარჩევნოდ, ეს ჩემი პრობლემა არ არის. მე რასაც დამავალებს პრეზიდენტი, იმას ვაკეთებ. საპატრიარქო მიმართა პრეზიდენტ წინადადებით ამ თხოვნით არ ვიცი მე, რომ მცხეთაობისას კიდევ ჩავატაროთ, იმიტომ რომ მათი მასალებიც იყო გაიგეთ გამოგზავნილი. მაგრამ როცა დადგა ეს მცხეთაობა და მე ჩავიხედე სულ იყო მოსული 50 საქმე. ამიტომ ეს უკვე მე გადავწყვიტე, რომ ცოტა გადავწიო სხდომა, რომ მეტი საქმეები შემოვიდეს. არასამთავრობო ორგანიზაციის ამ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის სახალხო დამცველმაც გააკეთა. უჩან ანუაშვილის განმარტებით შეწყალების კომისიის მიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა საქმის განხილვა ინდივიდუალურ რეჟიმში ასევე კენჭისყრით მოხდა. იმ ადამიანების საქმეების განხილვა, რომელთაც ბრალი მიუძღვით ან რაღაც ფორმით იყვნენ დასჯილები წამების ან არახუმანური მოპყრობის, ცუდი მოპყრობის გამო ზოგადად კომისიას არც უმსჯელია, ჩვენ არც განგვიხილია მათი საქმეები, მე არ ვიცი ეს საქმეები სად არის, შეიძლება არსებობდეს მათი თხოვნა, მაგრამ ჩვენ განხილვაც არ გქონია ამ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება რამდენიმე შედარებით მძიმე საქმეს, ყველა საქმე იყო განხილული ინდივიდუალურად. შესაბამისად კომისიამ თუ მიიღო გადაწყვეტილება რომელიმე მსჯავრდებულის განთავისუფლების საფუძველზე, არსებობდა გარკვეული მოსაზრება და შესაბამისად კენჭისყრის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით.